ბავშვობაში ყველაზე მეტად მიჭირდა ხოლმე ბულინგთან შეგუება. არ მიყვარდა საზოგადოებაში გამოსვლა ხოლმე, პანიკური შეტევები მემართებოდა ხოლმე. შესაქონელო იყო, ძალიან ხშირი იყო ხოლმე ეგეთი რაღაცა, რამხელა ხარ იმის გამო, რომ მე ვიყავი ჭარბწონიანი, ჩემი კლასელები ერთხელ გამისწოდნენ ფიზიკურად. კიბებიდან დამაგორეს. დღემდე რთულად მახსოვს ეს ყველაფერი. ძალიან ბევრჯერ მიფიქრე ხომ რადიკალური გზებისთვის რომ მიმემართა. დღემდე რთული არის რა, რომ ეს ყველაფერი აიტანო, მაგრამ დღეს ვუმკლავდები. გავიზარდე ბებოსთან, მთელი ჩემი ცხოვრება გატარებული მაქვს ბებოსთან, ბებო მამხსარდა, რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს აღზრდაში და ჩამოყალიბებაში და რათაც ვარ ქცეული დღეს არის ბებია ჩემის დამსახურება. მე ვახსენდება რომ ბებია ჩემი ჩუმად გამფეთებს მაძლევდა. რატომ აძლევდა? დღემდე არ ვიცი, მაგრამ აძლევდა. მე არ მაძლევდნენ ჩუმად. ერიქით მივალავდა ხოლმე ბებია ჩემი გამფეთებს ხოლმე. ყველაზე პასუხისმგებლობას ვის მიმართაც გრძნობ, ეს არის ჩემი პატარა ძმა. ოჯახში ყველაზე დიდი გავლენა ფაქტობრივად მე მაქვს ჩემს ძმაზე, იმიტომ რომ როგორც ვეთქვი ხოლმე, სულ ყოველთვის ისე აკეთებს. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ვიცოდი, რომ უნდა მქონოდა საკუთარი შემოსავლები. და ამისთვის დავიწყე სხვადასხვა გზების პოვნა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ, როდესაც დავიწყე მომსახურების სფეროში მუშაობა. ერთ-ერთ სამუშაო დღეს მოვიდა ერთ-ერთი მომხმარებელი და მაჩუქა ტკბილეული. დაახლოებით 20 წუთში უნდა გავსულიყავი შესვენებაზე და მე არ მქონდა იმ წუთას არაფერი საერთოდ იმ დღეს. დღემდე მახსოვს ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და ვცდილობ ყოველთვის რომ როდესაც მეც მივალ რაიმე ადგილზე, სადაც მომსახურების სფეროში მუშაობენ ადამიანები, იგივე გავაკეთო მე. ჩემი აქტივიზმი დაიწყო 2024 წლის წინ, როდესაც დაიწყო რუსული კანონის მეორე ეტაპი. აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა აქციებში, მარშებში. ასეთ რაღაცა მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ დაგვერიგებინა საკვები აქციაზე. რაღაც თანხას მოვუყარეთ თავი. ყოველ საღამოთი გამოჰქონდა კონკრეტული საჭმელები, რასაც ჩვენ ვაკეთებდით სახლში. 25 თებერვალს გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი გურიაში. მივედით ერთ-ერთი ბებოს სახლში, სადაც როგორც მან გვითხრა, 7 დღე იყო გაჭედილი ყველაფრის გარეშე და საჭმელიც უმთავრდებოდა უკვე. გავჭერით გზა და გამოვიყვანეთ ეს ქალბატონი უკან. ეს სიტყვები არასდროს არ დამავიწყდება, რომ მე მგონი ახლა აცი აღარ მომწევი. აქტივისტების მონდომელა რომ არა, ან მხალს არაფერი არ ექნებოდათ. ან რომ მივდიოდი, არაფერი არ ქონდათ ამ მხალს. არ არსებობს, რომ შენზე რაღაც ისეთი რაღაცები არ თქვან, არ გააკეთონ პროპაგანდისტებმა და ქართული ოცნების ტროლბოტობამ, რომ არ გაგაშაონ შენ. მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ აქვს დარჩენილი ამ ადამიანებს ამის კეთების გარდა. ანუ ისინი ამით გვებრძვიან და ცდილობენ, რომ გაგვაშაონ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე რაიმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ ვინც დღემდე მყარად დგას, იმათთან ის არ გამოუვათ არასოდეს. აქ არის რაღაცა, რაც ყოველი ამ დაცემის მერე მეუბნება, რომ შენ არ უნდა დაეცე. ეს მეუბნება, რომ უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის. ჩემი ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები არის ჩემთვის უპირველეს ყოვლისა და უმნიშვნელოვანესი. რომ არა ჩვენი ქვეყნის ტრადიციები და ღირებულებები ჩვენ დღეს არ ვიარსებებდით. რუსული პროპაგანდა ცდილობს, რომ ჩვენ ისე გაგვაშაოს, რომ ჩვენ არ ვართ ენის, მამულის და სარწმუნოების დამცველები. ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა არის ეგ. უბრალოდ რომ გამოხვიდეთ თქვენ აქციაზე ერთი დღედ მაინც და დადგეთ და იქაური საზოგადოების საუბრები მოისმინოთ, ამას მეორე დღე თქვენ აღარ იფიქრებთ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად მაგიტომ დგავართ, რომ ჩვენი ენა, მამული და სარწმუნოება დავიცვათ. აუცილებლად გავიმოჯებთ, სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ. ჩვენ ამ ქვეყანას და ქართულ ენას, მამულს და სარწმუნოებას რუსეთის იმპერიას არ დავუთმობთ.